Რამდენი იქიდან რომ დიეტას ვერ ვიცავ, იმიტომ რომ ჭამა მიყვარს ძალიან. კვირეულობის ჭამა ძალიან მიყვარს, გადავწყვიტე რომ დავდგე თუ დავიძეთ როგორც არის ადუღებული წყლის დიეტაზე. ჩემი მეგობრები არიან ამ დიეტაზე და 1 თვეში 9 კილო დავიკელი ვაგერ. ხო და დიეტა არის ესეთი, დილით უზმოზე სვამ 1 ჭიქა, ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალს. ესენი დიეტას არ იცავენ, უბრალოდ ამ ადუღებულ წყალს ვამენ და თქვენ თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება, გთხოვთ მითხარით. მე კი ვიწყებ და მე გაგიზიარებ შეგდებს, მაგრამ თქვენს თუ იმეს მსგავსი დიეტა გაქვთ ეს მე დაცული გამაგებინეთ, აბა. მეგობრებო, ბევრმა მკითხა გადათუხებული უნდა დალიო თუ არაო და გიპასუხებთ რომ არა, ის უნდა დალიო ცხელი. ოღონდ ისეთი ცხელი არა რომ პრობლემა შეგექმნათ, იმიტომ რომ ერთმა გოგო მომწერა რომ ჩემო მეგობარმა საყლაპავი მილი დაიწვაო. ეს წამწვევები ესე არ ქანქარებდეს ნეტა ეს ფილტრი და არაფერს არ დავეძებ. ანუ უნდა დავლიოთ ცხელი, ოღონდ ისეთი ცხელი არა, რომ დავიწვათ და ჩავიდაგოთ. მაგარი სიტყვა გავიხსენე, მთელი ორგანიზმი. ასე რომ ყოველ დილით და სხვათა შორის ღამეო თუ დაამატებო, ღამეც კარგი იქნებაო. ანუ უფრო კარგ შედეგს მოგცემსო. ესე იგი, გუშინ გავაკეთე პატარა გამოკითხვა, მოკვლევა, რისერჩი, როგორც უწოდებენ, და ამდენი გამოკითხული ადამიანიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა უკმაყოფილო ამ ცხელი წყლის მით. დანარჩენი უბრალოდ ამწეს, რომ საოცრად დაიკრას, აი საოცრად. რაც შეეხება ინსტრუქციას. დილით უზმოზე უნდა მივიღოთ 1 დიდი ჭიქა ადუღებული წყალი, ჩაის ჭიქა და 40 წუთის მერე უნდა მივირთვათ. ან დავლიოთ ყავა, ან ჩაი, ან როგორც გრავთ. და უფრო მეტი ეფექტისთვის ღამე ძილისით თუ გააკეთებთ, იქნება ძალიან კარგი. ეს არის. დღე პირველი ვარ 56 კილო. ვადუღებ წყალს, აი ესე დიდ ჭიქაში ვასხამთ, ჩაის ჭიქაში. ველოდებით რომ ოდნავ შეგრილდეს რომ არ დავიწვათ საყლაპავი მილი და მივირთმევთ გემრიელად. ნამდვილად ვერ წარმოვიდგინეთ იმას, რომ სრულზლოვანი ხალხისთვის მომიწევდა იმის ახსნა, რომ იმდენად ცხელი და ქაფქაფა წყალი არ დალიოთ, რომ საყლაპავი მილი არ დაიწვათ. არ დალიოთ ისეთი ცხელი, რომ რამე პრობლემა შეგექმნათ. ამ მდუღარე წყლის დალევა დავიწყე ხუთშაბათს. ანუ ავიწონები შემდეგ ხუთშაბათს და მაინტერესებს ნორმა რამდენია ერთ კვირაში დაკლების. ანუ რამდენი უნდა მქონდეს დაკლებული 1 კილო, 2 კილო, 3 კილო. ვიცოდე რა, ანუ ტყუილად ვიფუფქავ თავს თუ არა. ანუ აი აქ გამოკითხვას გავაკეთებ და რომ გითხრათ რამდენი არის ნორმა კვირაში დაკლების. ჩემს თორებს თვალს რომ არ ადევნებთ, ამიტომაც ვიჩაგრებით მე და ჩემი მაყურებელი. მე იმიტომ რომ ერთ იგივეს გამეორება მეწევს და ჩემი მაყურებელი იმიტომ რომ ერთ იგივეს მოსმენა უწევს. რა თქმა უნდა, კითხვები არის ამ ცხელ წყალთან დაკავშირებით და კიდე ერთხელ ვიტყვი რომ აღმოაჩინე ესეთი დიეტა თუ აი არ ვიცი რა შეიძლება ეწოდოს დიეტის ხელშემწყობი, რომელიც გაკლებინებს, ანუ გეხმარება წონის დაკლებაში. დილით უზმოზე უნდა დავლიოთ ადუღებული წყალი, თბილი, ანუ არა ცხელი, ისეთი ცხელი არა, რომ საყლაპავი მილი დაიწვათ და მე მთელი ცხოვრება იმკურნავოთ, ესეთი ცხელი არა. უნდა დავლიოთ თბილი, ანუ ისეთი როგორცაც გაუძლებთ და როგორც დალევასაც შეძლებთ. როგორც ამბობენ, ძალიან აკლებინებს და ეხლა გაჩვენებთ კომენტარს. აი ეს მომწერა გუშინ მგოგონამ, რომ მომოც დაიწყო ჩემთან ერთად. თუმცა პირადად ჩემს რომ გითხრათ, ჩემ წონას ჯერჯერობით ვარ 46 და 500, ვიყავი ხუთშაბათს, დღეს უკვე შაბათი და საერთოდ ძვრა არ აქვს, მაგრამ აი ამ გოგონას შემთხვევაში ეს საოცარი შედეგი აქვს. მაგრამ მე ვიღებ დღეში ორჯერ დილით და ღამე ძილისწინ და ვფიქრობ რომ ღამე არ უნდა მივიღო, იმიტომ რომ ღამე არ არის, ზოგადად კარგი არ არის ღამე დიდი რაოდენობით წყლის დალევა და ამას ამოვიღებ და შევხედავ ახლა ხუთშაბათამდე, ანუ ერთ კვირაში როგორი შედეგი მექნება. ნახოთ. მაგრამ ერთმა გოგომ აქვე მომწერა რომ მე კუჭზე შემექნა პრობლემაო და კუჭზე რატო უნდა შექმნას გადათუღებულმა წყალმა პრობლემა ვერ ხვდები. აი თუ ვინმე გიყურებს კომპეტენტური და გვისმენს, იქნებ მან გაგვაგებინოს რატო შეიძლება რომ გადათუღებულმა წყალმა შექმნას კუჭზე პრობლემა. ნინო ჩემს თორებს თუ უყურებ, იმედი არ გწყნის შენი მოწერილი რომ გამოვაჭენე, სახელდაგვარი მოჭრილი მაქვს. რაც შეეხება იმას, რომ ჩემ წონას ჯერჯერობით ძვრა არ აქვს
დამამშვიდეს და მითხრეს რომ რადგან შენ ხარ შედარებით მცირე წონა, ამიტომაც უფრო რთულია დაკლებაო და ვისაც უფრო დიდი წონა აქვს, ის უფრო მარტივად იკლებსო, ამიტომაც არ დანებდო და გააგრძელებდა, ვაგრძელებთ. როგორც ვატყობ, საზოგადოება გაიყო ორად. ნაწილმა ერთ კვირაში დაიკლო 2 კილო, ნაწილმა 0. აი, მაგალითად რა ხდება? რა პრინციპია? აი, ჩემზე 18 საათიანი დიეტა საერთოდ არ მოქმედებს. საერთოდ არ მოქმედებს, არც კალორიული დეფიციტი არ მოქმედებს. ანუ ამაზე ხა პასუხს ვითხოვ კატეგორიულად უსწრაფესად 3 კილო ერთ კვირაში მარტო ამ წყლის მით. იგივე კითხვა მაქვს თქვენთანაც, ანუ 4 კილო ერთ კვირაში? ჩემ შემთხვევაში არის ესე, სახეზე გუძამფრუ შეშუპებული ვარ, ანუ სახეზე პირველ რიგში როდესაც ვხდები, ხდება სახე, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე არ არის. სამაგეროდ გარშემოწერილობა მაქვს მოკლებული. ანუ კამარი ერთით გადავწიე. ესე იგი უკან გადაყევი სტორებს და იქ არის ცხელი წყლის შესახებ ინფორმაცია. და გაიცანით. დავდებ აუცილებლად ესე კვირაში ერთხელ დავდებ ხოლმე. მე მგონი რაღაც ბერმუდის სამკუთხედში ვარ შესული, შავ ხროლში და იქიდან ვერ გამოდივარ, იმიტომ რომ როგორც გაირკვა არის 2 კატეგორია. ერთმა რომელმაც დაიკლო თითქმის 2 კილო, ან 2 კილოზე მეტი, როგორც კომენტარებიდან ვხედავ, და მეორე კატეგორია მათ შორის მეც, რომელმაც საერთოდ ვერ დავიკელით. ამის ლოგიკური ახსნა მინდა მოვიშველიო ჩემი მეგობრისგან, რომელიც არის ექიმი და რომელსაც მითხრა, რომ რადგან შენ ხარ შედარებით დაბალი წონა, ამიტომაც რთულია დაკლება. მაგრამ არ უნდა დავნებდე, არავითარ შემთხვევაში გავაგრძელო და ერთიანად წავალ კლებაში. კიდე ერთი კვირა წინ არის, ვნახოთ. 600 გრამით საქმეა. ესეც საქმეა. ხო, მე დილით აცვამ და ღამეც. მე მგონი ღამე დალევასთან უნდა დავანებო, იმიტომ რომ შეიძლება იქ მაშუპებს, ანუ სახეზე შეშუპება მაგის გამო, მაგრამ ღამე ვიღებ ბევრ წყალს. ვნახოთ. ყველაზე კარგად მაგლებინებს სილოვანი დიეტა, აი, ყველაზე კარგად, საოცრად. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მე მაქვს თერკმელების პრობლემა, თან დიდი ხანია თერკმელების პრობლემა მაქვს და არა დიეტის გამო, არამედ, სავარაუდოდ გენეტიკურად, ამიტომ სილოვან დიეტაზე მაქვს უარი ნათქვამი. ხო და აი კიდე ერთი კვირა მივცემ ამ ცხელ წყალს შანსს და ნახოთ ერთიანად დაიძრებაო და აი ნახოთ ერთიანად როდის დაიძრება. აი ადამიანი დაო ხო ისე მოსიჯებს რომ წერთ, აი მართლა გული მოსკდება, მე რა ჯანდაბამდეს გამაგებინეთ, ანუ რა ლოგიკაა. არა ნუხა ჩემი დახალი ხო არ მაგიჟებს, ჩემ მადახალა მასწავლა ეს, რომელმაც დაიწყო თენახევაში 9 კილი. აჰა, მოდი და ნუ გაგიხსენე. ხო აი შარლებით თუ ვიმშელებთ, მე ესე ვარ სუსტად და დავებოდბოლობა. ესე იგი დავიწყოთ იმით, რომ დიდი წონაო თუ არ გაქვსო, უფრო რთულად გეტყობაო და თავიდან არ ჩანს კლება. და გავაგზავნებ იმით, რომ ხალხო ანუ ყოველ დღეს საუბრობ ამ ცხელ წყალზე და მართლა მოვაბესრე თავი ამ მაყურებელს, ფოლოვერსს, მენელს, რა ვიცი, ყველას და მიადევნეთ თვალი მე ჩემგან რო გწყით, რომ რატო აღარ ვიმეორებ ერთ და იგივეს. ნუ არ ვიცი, არა, მაგრამ აგერ ფაქტია და რა ვიცი, მე ვერ გავიგე. არ ნებდები და არ ჩერდები. კიდე ერთი კვირას მივცე შანსი. All that is vaping, this world is mine for the taking. Make me king as we move toward a new world.